ადგილები, ადამიანები, სახელები შენი ისტორიიდან, რომელიც ასე გეამაყება. ისმენ, უყურებ, ათვალიერებ და გინდა რომ ამ ყველაფრის თანაზიარი იყო. ასთია სარაჯიშვილი, ქართული ბრენდის პირველი მწარმოებელი 1884 წლიდან. მე ვიტყოდი უნიკალური მაგალითი ქართულის და ევროპული სინთეზისა. ამ სახელოვანი ადამიანისა და კომპანიის შესახებ ისტორიას ერთი გადაცემა არ ეყოფა და მე გთავაზობ ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ამ ამბავს. ხშირად დავფიქრებულ ვარ, სად წავიდეთ ჩვენი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად. თან რომ საინტერესო იყოს შემეცნებითი და არ იყოს შორს, იყოს თბილისში. ამიტომ გთავაზობ სარაჯიშვილის ქარხნის ტერიტორიას, აქაურ სივრცეს და იმისათვის რომ უფრო თვალნათლივ წარმოიდგინოთ ამ ამბის დიდებულება, მე შემოგთავაზებთ და წარმოგიდგენთ ტურს სარაჯიშვილის ქარხანაში და მეყოლება მასპინძელი. ბატონი დავით აბზიანიძე, სარაჯიშვილის მთავარი ტექნოლოგი, რომელიც აქ მეგობრებო, არც მეტი, არც ნაკლები 42 წელი მუშაობს. ბატონო დავით. ჩემ და სასირცხოთ. არა, თქვენ და ჩვენ და სამახოთ, იმიტომ რომ ასეთი ისტორიებით იქმნება ზოგადად ისტორია. მე ვფიქრობ სარაჯიშვილის თარიღი ეს არის. ჩემი შვილები მეუბნება ერთ ადგილზე 42 წელი რამ გამუშავა. ეხლა მოდით გამოვითვალოთ ეს კი 42 წლის წინ, ანუ რომელ წელს მოხვედრით? 1983 წელს. 1983 წელს ასპირანტურა დავამთავრე, დავიცავი დისერტაცია, მოვედი პირდაპირ აქ, მეტი წარმოება არზე და მიმშავია. ესე იგი, ულამაზეს ადგილზე ვარ, სარაჯიშვილის ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც აი იმდენ თემას მოიცავს, რომ მართლა ერთი გადაცემა არ ეყოფა. ბატონო დავით, 1884 წლიდან იწყება სარაჯიშვილის ისტორია, მაგრამ 140 წელი გადავიხადეთ. მაგრამ აი ამ ქარხნის ისტორია როდის იწყება? აი ეს ქარხანა, ამ ქარხნის შენებლობა დაიწყო ომამდე ჯერ კიდე 39 წელს, მაგრამ მე ომაში ხელი შეუშალა და როგორც კი ომი დამთავრდა, მე განაახლეს აქ ტყვეების მუშაობდნენ და 1954 წელს შევიდა წყობაში ეს ქარხანა, 54 წელს და რა არის ნიშანდობლი? მე ვიძახი რომ 54 წელი არის ქართული ეკონომიკის მეორე დაბადება, იმიტომ რომ რაც ეს სანამ ეს ქარხანა აშენდებოდა, ის პირველი სარაჯიშვილის ქარხანა, რომელიც ჭოვილის ქუჩაზე მდებარეობდა, პატარა იყო და ამიტომ სარაჯიშვილი ვერიტებდა და სარაჯიშვილი ქირაობდა სხვადასხვა დემებში და სათავსოებში სპირტსაცავებს და 54 წელს მოხდა მთლიანად სარაჯიშვილის სპირტების თავმოყრა აქ, მოხდა ახლიდან მათი აღრიცხვა და აი 54 წლიდან დღემდე მიდის ძალიან კაცრი აღრიცხვა სპირტების და მთლიანად მოძრაობის. ევროპის და ქართულის სინთეზი, სიახლე და ისტორია და მეცენატობა და სახელოვნებო წრეები, მწერლობა, ამ ყველაფრის ხელშეწყობა. რასაც თქვენც განაგრძობთ. ძნელია ამაზე მოკლედ გეტყვით რომ ჯერ დავიწყოთ იმით რომ სარაჯიშვილი საოცრად შეძლებულ ოჯახში დაიბადა და ამ შეძლებულობამ заეხმარა მის შემდგომ მოღვაწეობაში და ყველაზე სწორი რაც გააკეთეს მისმა მშობლებმა რომლებაც ევროპა უკვე ნახეს, გავიდნენ რუსეთის იმპერიიდან და ვაჭრობდნენ უკვე ევროპაში და ნახეს რამხელა განსხვავება ევროპასა და იმ დროინდელ საქართველოს შორის გადაწყვიტეს, აი კაცრად გადაწყვიტეს, რომ რაღაც ევროპული ესეთი რაციონალური მარცვალი გადმოეტანათ საქართველოში და ეს დაავალეს, უფრო სწორედ ამისთვის გაზარდეს დავითი. და მიდის ევროპის ჯერ ევროპაში გერმანიაში ისწავლა, იქ ქიმიის და ფილოსოფიის დოქტორი გახდა და მიუნხენში გაიცნო მაგარი სასმელების საოცრად ფართო ასორტიმენტი. წარმოიდგინე რომ საქართველოში ქვეყნის არის ხილი, ყურძენი, შეიძლება აი ეს საქმე აღმოჩნდეს ის მარცვალი რაციონალური, რომელიც ჩვენ გვჭირდება და აღმოაჩინა. მიუნხენში იბადება იდეა, რომ შეიძლება მისი საქმიანობა საქართველოში რის საფუძველზე, როდესაც გაეცნო ამ ფართო ასორტიმენტს მაგარი სასმელებისა, აღმოჩნდა რომ ამ მაგარ სასმელებში ხარ რომი, ჯინი, ვისკი, ერთადერთი
რითაც კონიაკი გამოირჩევა სხვა სასმელებისაგან, ეს არის ერთადერთი კონიაკი, რომელიც წარმოადგენს ყურძნისეულ პროდუქტს. სხვა დანარჩენი სასმელები ან მაცვლეული კულტურებისაგან მზადდება, ან ჭარხელის თუ კარტოფილის ფირა, ერთადერთი კონიაკია, რომელიც მზადდება ყურძნის განსაკუთრებული ჯიშებიდან, ყურძნის განსაკუთრებული ჯიშებიდან მზადდება ღვინო, შემდეგ ეს ღვინო იხდება სპეციალურ სახდელ აპარატებში, მერე ძველდება მუხის კასრებში და შემდეგ ამ დაძველებული სპირტისგან მზადდება კუპაჟი უკვე საბოლოო პროდუქტი კონიაკი. რისი სიმბოლო დგას ცენტრში? აი ეს ჯიხვი. ეს ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ თვითონ ეს ფიგურა 1903 წელს თბილისში ჩატარდა სახალხო მეურნეობის მიღწევა და გამოფენა. სარაჯიშვილმა თავისი პავილიონისათვის ზუსტად აი რასაც ეხლა თქვენ უყურებთ, აი ეს შეაკვეთინა და რამდენადაც ჩვენ ვიცით, თვითონ ეს ფიგურაც იმდროინდელია. ეს არის ენდემური ქართული კავკასიური ჯიხვი, ენდემურია და ისე არსად განსაზღვრება არ არის ზუსტად რატომ არჩია სარაჯიშვილმა თავის სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშანი იყო მისი პროდუქციის, სხვა შორის ჩვენ ახლა ავადგინეთ ჩვენი სასაქონლო ნიშანიც სწორედ ეს ჯიხვია. და ნუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარაჯიშვილი იყო უწესიერესი კაცი და ჯიხვი თავისთავად არის ჯერთი ძალიან ესეთი მოხერხებული და არ არის მტაცებელი. არაფერს არ აფუჭებს, არავის არ ერჩის, მაგრამ ცხოვრობს აი ესე ამაყად. ტურის პირველი შემადგენელი შევდივართ იქ, სადაც ძველდება სპირტი. სადაც ძველდება სპირტი. იგრძენით არომატი. ჩეცვაიდერს შეიძლება ამაც და გაგაბრუოს ამარო. შეიძლება, პირველად დიდხანს თუ გაჩერდებით, შეიძლება გაგაბრუოს კი არა, კარგ ხასიათზე დაგაყენებს. სად ვართ? ეხლა ვიმყოფებით საკონეკე სპირტების საძველო საამქროში. სპირტი საძველოა ეს. და თქვენ ხედავთ აგერ, აი ეს რასაც თქვენ ეხლა უყურებთ, ეს არის კლასიკური ფრანგული კონიაკის ტექნოლოგია. ანუ სპირტის დაძველება მუხის კასრებში. მუხის კასრებში, მუხის კასრი ქმნის კონიაკს. მუხის კასრის garaში და მუხის მერქნის garaში კონიაკი ვერ დამზადდება. მეუბნებოდი ბატონო დავით, რომ ორი კომპონენტია. ორი მდგენელია. მდგენელია, ყურძენი და მუხა. არც ერთ სხვაგარ სასმელს ესეთი კატეგორიული მოთხოვნა არ აქვს. ამ ორიდან ყურძენი და მუხის მერქანი ერთ-ერთი რომ გამოთიშოთ, კონიაკის ტექნოლოგიაზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნება. ეხლა მე რა მაინტერესებს, იცით, აქ ხო ტურები იმართება, ხო? და აი ესენი რატო? ეს ნიმუშია, ხა ჩვენ ვაკვირდებით. მაგალითად ამას სინჯავე რამე რომ ხო? არა, ამას ჩვენ სინჯავ. აი თითო რიგი, რასაც ხედავთ, ერთ რიგში არის ერთი სახის სპირტი. ერთი ასაკის, ერთი წარმოშობის, ერთი სპირტი ეს რიგი. ვიღებ დრო და დრო ამ რიგიდან საშუალო ნიმუშს, ეს არის საშუალო ნიმუში, მაგრამ ახლა როგორ არის, საშუალო ნიმუშს ვიღებთ ერთ ვაცში ვათავსებთ და იქიდან მე ვაცხავთ და ვაკვირდებით როგორ მიდის დაძველების პროცესი. მუხის კასრში დაძველების პროცესში ძალიან დიდ მნიშვნელოვან დანაკარგებს აქვს ადგილი და ამიტომ 60-70 წელს რომ მიაღწევს თავისი ასაკით საკონიაკე სპირტი, ის ამ ასაკში უკვე აღწევს პრაქტიკულად თავისი განვითარების მაქსიმუმს პიკს და დანაკარგი ხო გრძელდება მაინც და ამიტომ ეს უნიკალური ძალიან ძველი სპირტების დანაკარგები რომ შევაჩეროთ, გადაგვაქვს ეს სპირტები მინის ჭურჭელში, ეგრეთ წოდებული დამჟანებს ეძახიან, ფრანგები ეძახიან და ფრანგები ხატოვნად ეძახიან, არქმევენ 60-ს, პარადაის. ჩვენც გვაქვს ჩვენი 60. წავედით სარაჯიშვილის 60-ში, ნამდვილად. აი შემიძლია პირდაპირ გაჩვენოთ. ჩვენ რა გვაქვს ახლა, რისი მფლობელი ვართ. 1893 წელს
და 1905 წელს გამოხდილი სპირტები ეს არის აბსოლუტურად უნიკალური სპირტები და ამ სპირტების, აი ამ ორი სპირტის გამოხდაში თვითონ ცარაჯიშვილი მონაწილეობდა მის კომპანიაში არის ეს სპირტები გამოხდილი და ჩვენ ახლა ეს სპირტები გვაქვს. აბა თუ არის ჩემი დაბადების დღე? რომელი წელია? 72. 72. ხო? ჯერ არ იქნება გადმოტანილი. არ არის, იგი ჯერ ახალგაზრდა. ჯერ ახალგაზრდა ხართ. ჯერ რომელ წელს დაიბადეთ? მე 53, ჯერ 53 კი არის. არის, ხო, არის 53 არის კი 53. ამ წელს დაიბადა ბატონი დავით. ანუ ეს ჩემი ის არის სპირტი. იქით რა ხდება ბატონი? ვიზუალური და სპეციალური ჩვენი ის არის. ატარა საიდუმლოს კითხვით, ეს არის ქანდაკება დავით სარაჯიშვილისა და როგორც აქაურებმა მითხრეს, თათამ, აქ თუ ხელს დაავადებთ, ასრულდება სურვილი. ასე რომ მოდით. სარაჯიშვილმა დაიბარა. სარაჯიშვილმა დაიბარა და მე ჩავიფიქრებ ამ გადაცემის წარმატებას. ახლა ვართ ნამდვილ 64-ში. ნამდვილ 64-ში. და რით არის ეს უნიკალური და თვით საფრანგეთისგანაც გამორჩეული? რით და აი ესეთი რაოდენობის ხო. და ამ ასაკის ძველი სპირტები არცად არ არის. ფრანგებს აქვთ პარადაისი, მაგრამ ჩვენი ერთი პატარა განყოფილება რომ იმ ხელებია ხოლმე და უფრო ნაკლებიც ზოგს საერთოდ არ აქვს. და ჩვენ აი ნახეთ ეს არის საოცარი სანახაობა მეგობრებო. აი ნახეთ, აი ეს რასაც ხედავ 1893 წელი. აი ამდენი სპირტი გვაქვს 1893 წელს გამოხდილი. ეს ნუ არის ამ სიტყვის სრული ნიშნად უნიკალური. ამას ვეღარ ვერ ნახავთ. ანუ უნიკალური მარაგები გაქვთ რა მარტივად. უნიკალური მარაგები გვაქვს. ასეთი იყო შეხვედრების ტური სარაჯიშვილში. ბატონი დავით აბზიანიძე იყო ჩემი მასპინძელი. მადლობთ ბატონო დავით. და რასაკვირველია უფრო მეტი დეტალი, როდესაც მოხვალთ აქ სტუმრად, უფრო მეტს გაიგებთ. დავასრულეთ ჩვენი შეხვედრა ბატონო დავით. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ და რა ვიცი, სარაჯიშვილს გაუმარჯოს რა. გაუმარჯოს სარაჯიშვილს. სარაჯიშვილმა იმდენი სიკეთე გააკეთა, არა მარტო კონეკონეკ ერთი ეპიზოდი იყო მის ცხოვრებაში. უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული.